საღამომშვიდობისა დღის მთავარ თემებს ეთუნა ინსკირველი გაგაცნობთ. დღეს აღარ ამბობთ, რომ სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი. არა, როგორ არ დაბომბა ცხინვალი? სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი. ჩვენი მოსახლეობა. ზურაბიშვილი საქართველოსკენ და პრეზიდენტი 2008 წლის ომზე, ძველი განცხადება ახალ ამპლუაში. ის არის რისიც გვეშინოდა მისი არჩევის წინ, რასაც ის გააკეთებდა. აზიანებს თუ არა მთავარ სარდლის განცხადებების სახელმწიფოს ინტერესებს. ოპოზიცია იმპიჩმენტზე ალაპარაკდა. ის საკუთარი განცხადებებით საფუძველს აძლევს სწორედ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებას. სალომე ზურაბიშვილი თავის განცხადებებში ეყრდნობა ფაქტებს, ამის მიხედვით აკეთებს ის შეფასებებს. ყაზახეთის პარლამენტმა გადაარქვა სახელი ქალაქ ასტანას და უწოდა ნურ-სულთანი. იქნებ იმჟელოს პარლამენტმა და დღეიდან იუსტიციის სამინისტროს სახელად უწოდოთ თეა. როდესაც ქართული ფული შემოვიდა და გოციკოები დაარქვეს და არ ვიცი რამდენად კარგი აზრია. და იმ კინოდარბაზზე და ამ ფილმების ჩვენებაზე ვერ გავიგეთ, ძალიან მაინტერესებს და ხმა მაღლა თუ შეიძლება. ნოგიგა არ გაინტერესებთ, იმიტომ რომ მე აგვისტოს ომზე ვლაპარაკობ და თქვენ ტელეფონში გაქვთ თავი ჩარგული. წულუკიანი სამთავრობო საათი და ხმაურიანი განხილვა, ოპოზიცია და ყველაზე სტაჟიანი მინისტრის ურთიერთბრალდებები. გეგეშიძესავით მოიქეცით და ოჯახში გადაწყვეტეთ საქმეების მოგვარება, მაგრამ ეს არის პირდაპირ უპატივცემულობა, როდესაც საზოგადოებას მიზეზები არ განუმარტავთ. არავითარ შემთხვევაში ეს პოზიცია და ის საკითხი, რაზეც ჩვენ მსჯელობდით, არ უკავშირდება საკანონმდებლო განხილვის სფეროს. მრევიათ ოდესმე ერთმანეთისგან მწიფე და მწონე. მეხუმრები. აი, არ არის, არ მომხდა. დალტონიკი თუ არის უნდა პარლამენტში ამის თაობაზე ამსმენი ექიმი გახლავართ. პოლიტიკური დალტონიზმი უმრავლესობაში ვინ ვერ არჩევს წითელს და მწვანეს. იდო მაგიდაზე ოღონდ მეუნებიან რომ ადრეცი. თუ არ მივდივარ ჩეოს და ძალიან ახლოს ავართ რომ არ ცხილაკები აერიოთ, არ სხვა რამეები არ აერიოთ და არ გადაწვანა ქაურო. გაღრმავდა თუ არა მართლ გუნდში პოლიტიკური კრიზისი. ეს არის რღვევის პროცესი, ასე დაემართა შევარდნაძის, ასე დაემართა მის მომდევნო ხელისუფალს, ასე ემართება ამ ხელისუფალსაც. არანაირი კრიზისი არ არსებობს პარტია ქართული ოსმალეთში. 64 დღიანი პრეზიდენტობის შემდეგ დღის წესრიგში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი დადგა. მიზეზი რუსეთ საქართველოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული მორიგი განცხადება ამჯერად უკვე პრეზიდენტის რანგში. კრიტიკა, რომელიც ქვეყნის მთავარ სარდალმა მკვეთრი აქცენტების გამო საპრეზიდენტო კამპანიის დროს მიიღო, ახალი თუმცა ძველი პათოსით საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუახლა. პოზიცია უცვლელია. სალომე ზურაბიშვილი წინა ხელისუფლებას ტერიტორიების დაკარგვაში თოქ-შოუ რეაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში ისევ ადანაშაულებს. ოპოზიციასთან ერთად ექსპერტებიც ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის განცხადებები ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. ასე არ ფიქრობს უმრავლესობა და სალომე ზურაბიშვილს ეთანხმება, რომ სააკაშვილი მართლაც ვერ გაუმკლავდა იმ პროვოკაციას, რომელიც რუსეთის მხრიდან იყო. იმ დროს ჩავერთვეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში. საქართველოს დაიწყო ეს ნაწილი საომარ ვითარების. შენ ტერიტორიაზე, შენ მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება, ამას რა ქვია? უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახერება, ეს არის ის კითხვა, რომელსაც თქვენ უნდა სვამდეთ, რომელზედაც ანალისტები და ჟურნალისტები უნდა ფიქრობდნენ. ჩვენ ქვეყანას თქო რას მოუტანს იმის თქვენგან მტკიცება, მით უმეტეს პრეზიდენტი რომ ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა. დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლება არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვინდა მთლიანობა ამ ქვეყნის. მე მინდა მთლიანობა ამ ქვეყნის და არ მინდა რომ არც ერთ პრეზიდენტმა დაბომბოს თავისი ტერიტორია და თავისი მოქალაქეები. თუ პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსით სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ საკუთარი მოსახლეობა 2008 წელს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაბომბა, ის ამ პოზიციას არც გაპრეზიდენტების შემდეგ ცვლის. ზურაბიშვილი იგივე პოზიციით ახლა უკვე პრეზიდენტის სასახლიდან საუბრობს. დღეს აღარ ამბობთ, რომ სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი. არა, როგორ არ დაბომბა ცხინვალი? როგორ არ დაბომბა ცხინვალი? სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი. ჩვენი მოსახლეობა.
ჩვენი მოსახლეობა დაბომბა. ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ნაწილობრივ იყო დაცლილი, მაგრამ მე ვთვლი ამას როგორც შეცდომად და არა როგორც საქართველოს პასუხისგებლობას ომში. ეს არის განსხვავება. რანაირად, აი თქვენ ხომ პრეზიდენტი ბრძანდებით, ეხლა როცა ამას ამბობთ, ომში პასუხისმგებლობა, როგორ თუ კი ამბობთ, რომ პრეზიდენტმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა, ესე იგი საქართველოს დადანაშაულებაა? არა, ეს არ არის საქართველოს დადანაშაულება, იმიტომ რომ ომის პასუხისგებლობა არის იმ ქვეყნის, რომელიც არის სამართლებრივად ომზე პასუხისგებელი. რა საშიშროებების შემცველია პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის განცხადებები 2000 ამ განცხადებებს ოკუპანტი რუსეთი მის სასარგებლოდ და საქართველოს საწინააღმდეგოდ საერთაშორისო დავებში გამოიყენებს. რუსეთი უფრო მეტი ენთუზიაზმით გამოიყენებს უკვე საზოგადოების პასუხისმგებლობაც არის, ვინც თავისი მოქმედებით თუ უმოქმედობით ხელი შეუწყო, რომ ეს თანამდებობა აი ამ ძალიან სახიფათო განცხადებების ავტორ ქალბატონს უკავია. ექსპერტების თქმით, იმის საშიშროება რული ინტერესებისთვის დამაზიანებელ განცხადებებს გააკეთებდა მის გაპრეზიდენტებამდეც იგრძნობოდა. ექსპერტები ამბობენ, რომ მსგავსი განცხადებებით პრეზიდენტი ქვეყანას ძალიან რთულ სიტუაციაში აყენებს. ძალიან რთულ სიტუაციაში აყენებს ის საკუთარ ხალხს და ქვეყანას და ზუსტად ის არის, რისიც გვეშინოდა მისი არჩევის წინ, რასაც ის გააკეთებდა თავის დაუფიქრებლობით თუ რაღაც ჩანაფიქრით, აი ესეთი განცხადების გაკეთება, რომელიც დამაზიანებელია საქართველოს ეროვნულ ინტერესებისათვის. ძალიან სამწუხარო და საგანგაშოა ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტი ერთ-ერთში იმეორებს რუსული პროპაგანდისტულ გზავნილს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ცხინვალთან დაკავშირებით სიტყვა მძინარე გამორჩა. მართულ გუნდს როგორც საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ისე არჩევნების დასრულებიდან 63 დღის შემდეგაც იმ კითხვაზე უწევთ პასუხისგაცემა, იზიარებენ თუ არა სალომე ზურაბიშვილის პოზიციას. უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პროვოკაციას ვერ გაუმკლავდა. ის თუ როგორ ვერ გაუმკლავდა სააკაშვილი და მის ხელისუფლება პროვოკაციას, რომელიც რუსეთის მხრიდან იყო, ამაზე საზოგადოება შეთანხმებულია 2012 წელს საზოგადოებამ თავისი შეფასება ამასთან დაკავშირებით გააკეთა. სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადებები ოპოზიციის მხრიდან მისი იმპიჩმენტის დაყენების საკითხზე საუბრის საბაბი გახდა. ხალბატონი ზურაბიშვილის განცხადება უკვე პრეზიდენტის რანგში ატარებს ჩვენი სახელმწიფოსთვის ისეთ საფრთხეს, რომ დროა ჩვენ დავიწყოთ მსჯელობა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ის საკუთარი განცხადებებით საფუძველს აძლევს სწორედ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებას. ეს საკითხი მართველი გუნდისთვის არასერიოზული აღმოჩნდა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ იმ განცხადებებს, რომელიც გუშინ ზურაბიშვილმა გააკეთა, ის გაპრეზიდენტებამდეც აკეთებდა და საზოგადოებამ საკუთარი არჩევანი მასზე გააკეთა. რაღაც ოპოზიციის სურვილი რომ იმპიჩმენტის თემაზე ისაუბროს, მეგონი არასერიოზულია. თავდაპირველად სვამს არაფერი არ უთქვამს ახალი, რასაც არ ამბობდა ეს წინასაარჩევნო კამპანიის დროს. მოსახლეობამ აირჩია პრეზიდენტი ხალბატონ სალომე ზურაბიშვილი. კრიტიკის საბაბი ზურაბიშვილის კიდევ ერთი განცხადება აღმოჩნდა, რისი მიხედვითაც ჟენევის ფორმატი არ პასუხობს იმ მოთხოვნას, რაც დღეს საქართველოს სჭირდება. ოპოზიციამ ამ პოზიციის გაჟღერებისთვის პრეზიდენტი გამოუცდელ პირველ კურსელს შეადარა. მათივე თქმით, ჟენევის ფორმატის გაუქმება რუსეთის ინტერესებშია. ისtom ჟენევაში შედეგები არ აქვს, ფორმატის ბრალი კი არ არის. ასე შეცდომას უჩვენებენ ხოლმე პირველ კურსელები, ვინც არ ერკვევა საკითხში. სამწუხაროდ რომ პრეზიდენტი ყავს ამ დონის. არამედ არის იმისი ბრალი, რომ რუსეთი არ არის მოსურნე რომ მიაღწიოთ იქ პროგრესი. ანუ იმისთვის რომ ჟენევაში გქონდეს პროგრესი, რუსეთს უნდა გაიზარდოს წნეხი. ფორმატი კი არ უნდა შეიცვალოს და ყველა ვარიანტი შესვლა იქნება უარესობისკენ. ოპოზიციის კრიტიკას სალომე ზურაბიშვილი Facebook გვერდზე დღეს თავადაც გამოეხმაურა. პრეზიდენტი ამბობს, რომ ჟენევის ფორმატის გაუქმების საკითხი არც კი განიხილება. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ფორმატზე ფიქრი საჭიროა. იგივე შინაარსის კომენტარებს აკეთებდნენ დღეს მართველი გუნდის წევრებიც. ჩვენი სურვილი და ჩვენი მიზანი არის არა გაუქმება ამ ფორმატის, არამედ ფორმატის ფარგლებში რეალური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. დიპლომატიურ ურთიერთობებს, საკითხების გადაწყვეტა საერთაშორისო ფორმატებს, ამაზე ჩვენი საერთაშორისო გუნდი იმსჯელებს, რომლებიც არიან ამ საკითხებში უფრო აქტიურად ჩართულნი და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორც უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.
სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე მის წიგნში სახელწოდებით საქართველოსკენ საუბრობს. წიგნის ამ ნაწილზე აქტიური მსჯელობა და კონტექსტის დაზუსტება საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში დაიწყო. ზურაბიშვილს წიგნიდან რამდენიმე ამონარიდის განმარტება რამდენჯერმე სთხოვეს, თუმცა დღემდე უკვე პრეზიდენტის რანგში მისი პოზიცია აგვისტოს ომთან დაკავშირებით უცვლელია. პრეზიდენტის ახალი სტანდარტები სად არ გრძნობს სალომე ზურაბიშვილი თავს პრეზიდენტად. ქვეყნის პირველი პირი თვლის, რომ ტელევიზიის სტუდიაში არ უნდა წავიდეს. თოქ-შოუ რეაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში ინგა გრიგოლიას კითხვაზე, თვის მეგობრებთან ერთად დადის კაფეში ყავის ან ჩაის დასალებად, რატომ არ შეიძლება მივიდეს სტუდიაში. სალომე ზურაბიშვილი საპასუხოდ განმარტავს, რომ იქ არ არის როგორც პრეზიდენტი და დადის როგორც თავისუფალი ადამიანი. სალომე ზურაბიშვილის პროტოკოლზე სიუჟეტს სულ რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ. Ხოიცოდით რომ ამ ადმინისტრაციასთან ხო, იმიტომ ეს რა დაუდგინდა გიორგი მამალაძეს და რატომ საჭიროებს პატიმარი დაუყოვნებლივ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის გაგრძელებას. მშავდებულმა სასულიერო პირმა ვერ მიიღო ადეკვატური მკურნალობა, პენიტენციურმა სისტემამ ვერ უზრუნველყო შესაბამისი დახმარება. ეს არის ფრაგმენტი კრიტიკული სამედიცინო დასკვნიდან, რომელიც ტვ-პირველმა მოიპოვა და რომელიც სახალხო დამცველის აპარატის თხოვნით ჩატარდა. მშავდებულის სიცოცხლეს რომ საფრთხე ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ კრიტიკულია, საუბრობს მამალაძის ძმა და ადვოკატები. თორნიკე მამალაძე სწორედ ამიტომ ითხოვს დეკანოზის შეწყალებას, რაზეც პრეზიდენტი მოკლე კომენტარით პასუხობს, ვნახავთ. პენიტენციურმა სისტემამ ვერ უზრუნველყო პატიმარი გიორგი მამალაძის ფსიქიატრიული პრობლემების პრევენცია. მამალაძემ ვერ მიიღო ადეკვატური სამედიცინო დახმარება და მას სასჯელახსრულების დაწესებულებაში არ უტარდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა. სწორედ ეს წერია სამედიცინო ექსპერტიზის იმ დასკვნაში, რომელიც სახალხო დამცველის რეკომენდაციით ჩატარდა. ტვ-პირველის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი დიაგნოზი, რომელიც ექიმებმა პატიმარს სასულიერო პირს დაუდგინეს. მათი დაკვირვებით გიორგი მამალაძეს დაკარგული აქვს სხეულის მოძრაობების კონტროლის შეგრძნება და აღენიშნება პატიმრობის დროს მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმების ერთობლიობა. სწორედ ამიტომ ომბუდსმენი სასჯელახსრულებაზე პასუხისმგებელ მინისტრია წულუკიანს თხოვს, რომ დეკანოზის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ. ის თერაპია, მათ შორის ფსიქოთერაპია, რაც ჭირდება პაციენტს ექსპერტის თქმით იმ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ის მოვინახულეთ და ვნახეთ მისი, ასე ვთქვათ, მდგომარეობა და რა ტიპის სამედიცინო დახმარება გაეწეოდა, იმ ეტაპზე მას შესაბამისი მკურნალობა არ უტარდებოდა და ამიტომ გაიცა ეს რეკომენდაცია. გიორგი მამალაძის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე აცხადებენ მამალაძის ოჯახის წევრები და ადვოკატები, რომლებიც ექიმების მსგავსად მიიჩნევენ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარს სათანადო მკურნალობა არ უტარდება. იმედი გვაქვს, რომ ამ დასკვნას სახალხო დამცველის დასკვნას შესაბამისი სტრუქტურები გაითვალისწინებენ და მოხდება ჩემი ძმის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა და მკურნალობა, რადგანაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხე ემუქრება. ეს დასკვნა მიუთითებს, რომ იქ სასწრაფოდ უნდა იყოს გადაყვანილი და სასწრაფოდ სხვა მკურნალობა და სხვა კონტროლი ჭირდება. ის ფაქტი, რომ მას მაგას სახში ესეთი ინსულტის, თქვათ, ეგრეთ წოდებული ესე რომ ვთქვათ, გამოუვლინდა, თვითონ კერა ჯერჯერობით აქამდე ვერ იყო მოძიებული, იმიტომ იყო რომ საავადმყოფო მოიწვია რესპუბლიკაში ყველა ვინც კი ცნობილი ადამიანი იყო მაგ სფეროში და შესაბამისად მე უკვე იმის ეჭვით მიჩნდება, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა ყოფილიყო სპეციალურად მამა გიორგის საწინააღმდეგოდ გაკეთებული. სასულიერო პირის კრიტიკული ჯანმრთელობის მდგომარეობაა სწორედ ის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მამალაძის ოჯახი მის შეწყალებას ითხოვს. თორნიკე მამალაძე იმედოვნებს, რომ საპატრიარქო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას გაითვალისწინებს და დროულ რეაგირებას მოახდენს. შეწყალებასთან დაკავშირებით იმედს ვიტოვებ, რომ საპატრიარქო გადადგამს ადეკვატურ ნაბიჯებს, რადგანაც უკვე სახალხო დამცველი ღიად საუბრობს, რომ ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთული არის. როდისან საერთოდ მიმართავს თუ არა პატრიარქი პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით, ამაზე საპატრიარქოში დღეს არ საუბრობენ. მანამდე კი ამბობდნენ, რომ თუ მამალაძე მოინანიებს, გამორიცხული არაფერია. პრეზიდენტი კი, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება ილია მეორეს თხოვნის გარეშეც შეუძლია, გვეუბნება, რომ რას გადაწყვეტს ვნახავთ. რეაქციაში სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ პატრიარქის მიმართ დიდი პატივისცემა აქვს, თუმცა შეწყალების გადაწყვეტილებას თავად იღებს.
ნებისმიერი საქმე, რომელზედაც იქნება ნებისმიერი მცდელობა რამეს ეწოდის, იქნება გადადებული გვერდზე და არ იქნება განხილული. ზეწოლაში. ზეწოლა არის შემოთავაზება, რომ ის შეიწყალეთ, ან ეს შეიწყალეთ, რაც ეხება ამ შეწყალებას, აქ ვარ მარტო, ეს არის ის სიმარტოვე, რომელიც ახასიათებს პრეზიდენტის ზოგ უფლებას. და ამ პასუხისგებლობას ვიღებ და ვატარებ მარტო. არ გამორიცხავთ, რომ მამალაძე შეიწყალოთ? ნახავთ. დეკანოზი მამალაძე ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არ შეიწყალა. სალომე ზურაბიშვილი მიბაძავს მის წინამორბედს თუ პატიმრობიდან გაათავისუფლებს სასულიერო პირს ეს ჯერჯერობით უცნობია. შეწყალების თხოვნით ოფიციალური მიმართვა კი ჯერ არც საპატრიარქოში და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ შესულა. პროტესტის და კრიტიკის მიუხედავად ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული სადავო კანონპროექტი დეპუტატებმა პირველი მოსმენით განიხილეს და კენჭი უყარეს. ისედაც ცნობილი იყო, რომ კობახიძის ეგრეთ წოდებულ კაბინეტს მხარდაჭერა უპირობად ექნებოდა. მანამდე ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ შეეცადა დეპუტატების დარწმუნებას, რომ იგი არ მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან და განმარტა, რომ არც ერთ ქვეყანაში ასეთი ღია და გამჭვირვალე პროცედურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლების გამწესებისთვის არ არის დადგენილი. კენჭის დღის დროს პროტესტის ნიშნად დარბაზის საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა ეკა ბესელიამ და გედებამ ფოფხაძემ დატოვეს. კანონპროექტს უმრავლესობის რიგებშიც აღმოაჩნდა მოწინააღმდეგები, ვისაც ხილაკები არ აერიათ და კობახიძის ინიციატივა ვერ მოიწონეს. ვიდრე პარლამენტი მოსამართლეთა წესის განსაზღვრის შესახებ პირველი მოსმენით ირაკლი კობახიძისა და 6 დეპუტატის კანონპროექტს მიიღებდა, დეპუტატებს შორის დებატები გაიმართა. ოპოზიცია უმრავლესობას მოუწოდებდა ეფიქრათ საკუთარ პასუხისმგებლობაზე და არა იმაზე, რა ჩაიწერება უმრავლესობის ჩატში ან რას ეტყვის კობახიძე. პარლამენტის თავმჯდომარე კრიტიკას არ იღებს და მოსამართლებთან დაკავშირებული კანონპროექტის უკვე მეორე მოსმენით განხილვაზე ლაპარაკობს, განმარტავს, რომ პროცესი ვენეციის კომისიის დასკვნის მიღების შემდეგ გაიმართება. 99 მომხრე 31 წინააღმდეგი კანონპროექტი მიღებულია. უმრავლესობამ საკუთარი კანონპროექტი პირველი მოსმენით 99 ხმით ისე დაამტკიცა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას არ დაელოდა. დოკუმენტმა ვერც ოპოზიციის და ვერც ოცნებიდან წასულების მხარდაჭერა მოიპოვა. საპარლამენტო ოპოზიციაში დღეს ერთხმად აცხადებდნენ, რომ ეგრეთ წოდებულმა კლანმა თავისი გაიტანა და ირაკლი კობახიძეს კანონპროექტი სწორედ მურუსიძე ჩინჩალაძის ჯგუფმა დაუწერა. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ოცნების მიერ შემუშავებული წესით მოსამართლეების დანიშვნა კლანს გავლენას კიდევ დიდი ხნით შეუნარჩუნებს. ჩინჩალაძე მოკლედ დაალაგა ყველაფერი. რაც უნდა ვილაპარაკოთ ახლა დღეს ჩვენ. ან გუში რა შენიშვნებიც არ უნდა გამოგვეთქვა. თქვენ ვერაფერს ვერ შეგაცვლებთ ერთი მარტივი მიზეზის გამო. თქვენ არ ახართ ის პირი, რომელმაც შეიძლება რომ გადაწყვეტილება მიიღოს. თქვენ გამზადებულ კანონპროექტს გაძლევენ და ამ კანონპროექტს გაძლევს სწორედ ის კლანი, რომელიც ასე არავის მოწონს. პროკურორებმა, მოსამართლეებმა ამ წლების განმავლობაში იმდენი რამე გააკეთეს, რომ ერთ დღეში დაამთავრებენ თქვენ ხელისუფლებას და ბიძანა ივანიშვილის ძალაუფლებას. ერთ დღეში. სწორედ აი ამიტომ არ შეგიძლიათ არაფრის გაკეთება, სწორედ ამიტომ ბოლომდე მძევლად რჩებით ბიძანა ივანიშვილის და ასევე პროკურორებისა და მოსამართლეების. ეს არის კლანი, როდესაც საკუთარ ინტერესებს იცავენ, მაგრამ მათი ამ ფორმით ორგანიზება ეს არის ქვეყნის არაფორმალური მმართველის ხელში. მათი აი ამ ფორმის სტრუქტურიზება, რომ შემდეგ გამოიყენოს საკუთარი მიზნის მისაღწევად. ამიტომ ეს ადამიანები დღეს არიან ფაქტობრივად მარიონეტები არაფორმალური მმართველის ხელში. ზე თვისებები რაღაც საოცარი ბატონი ჩინჩალაძისა, თურმე რა უნარი ქონია ამ ბატონს მობილიზების, ერთადგომის ბრძოლის, კლანი ქვია ამას თუ ბანდა ქვია ამას თუ გამორა ქვია ამას თუ მაფია ქვია ამას რა მნიშვნელობა აქვს და პლუს დამატებული ამას უვარგისი ხელისუფლება და მივიღეთ ეს ბასტიონი მივიღეთ წინააღმდეგობისა პირდაპირ ბასტიონი. ოპოზიციაზე არანაკლებ კრიტიკული იყო ეკა ბესელია. ქართული ოცნების ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სხდომაზე განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის დაწერილი კანონპროექტით ქართული ოცნების იდეალები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იდეალებად გადაიქცა. ამის შემდეგ ტრიბუნაზე პარლამენტის თავმჯდომარე ავიდა და კანონპროექტის ყველა მოწინააღმდეგე ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში დაადანაშაულა. კობახიძე ამტკიცებს, რომ ნაციონალური მოძრაობა სასამართლო სისტემაზე შეტევით რევანშის აღებას ცდილობს. მოგწონდეს პროექტი, სადაც იუსტიციის საბჭოს გადაცემული აქვს ესოდენ დიდი ძალაუფლება
და რომელსაც შეუძლია დაგიცხრილოთ, დაგიჩეხოთ საკუთარი სურვილებით, დაგიკომპლექტოთ სია და ისე გადმოგიგდოთ ისევ პარლამენტში, როგორც ეს გააკეთა დეკემბრის ბოლო კვირას. ამ პროექტს მისცემთ ხმას, სადაც ქართული ოცნების იდეალები, იუსტიციის საბჭოს იდეალებად გადაიქცა? არც ერთ ქვეყანაში ასეთი ღია და გამჭოლელი პროცედურა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების განწესებისთვის დადგენილი არ არის. ჩვენ ხედავთ ვის მიერ არის ორკესტრირებული შეტევა, რომელიც პოლიტიკური ძალების, რომელიც მედია საშუალებების მიერ არის ორკესტრირებული შეტევა, მიზანმიმართული შეტევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე, მიზანი არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შეზღუდვა და მიზანი არის კონკრეტული ინსტიტუტისთვის ბრძოლა. პოზიციების დაფიქსირების შემდეგ ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. დარბაზიდან გამოსულებმა კი გადაწყვეტილების მიზეზი განმარტეს. ბესელიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილის გაკრიტიკება არც დღეს გამორჩენია. Რავლესობა ვერ გააცნობიერა, რამდენად სახიფათო, რამდენად ცუდ და ქვეყნისთვის აზიანო კანონპროექტს მისცეს ხმა. მე უბრალოდ ამით გამოვხატე ჩემი პროტესტი, რომ აი ამ კენჭისყრის დროს იმ სივრცეში ყოფნაც კი აღარ მინდოდა, სადაც ამ კენჭისყრისთვის უნდა თვალი მედევნები. ხანაშვილმა იცის რა არის მომსახურების ზონა? ჯერ გაერკვა ამ პარლამენტის ლაბირინთებში და საერთოდ პოლიტიკაში ჯერ გაერკვა. ეხა ამ პატარა კაცუნების გამონათქვამებზე მე გამაკეთებინეთ კომენტარი. სულთვის უკვე ასეთი კენჭისყრები თავის აზრს კარგავს, იმიტომ რომ მგონია რომ თავისუფალი ნება და პარლამენტის წევრების არის მაქსიმალურად შეზღუდული ამ ვითარებაში. უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტს მოწინააღმდეგეები მათ savე გუნდში ჰყავს. ერთ-ერთია დეპუტატი ლევან კობერიძე, რომელიც ამბობს, რომ დოკუმენტი სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს. ხარი არ დაუჭირე, რადგან ვთვლი, რომ თუ კი ჩვენ აპრიორში უშვებთ, იმ დაშვებას ვაკეთებთ, რომ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში პრობლემა არ არის, მაშინ კი ბატონო, ალბათ უნდა დაუჭირონ შესაბამისად დეპუტატებმა ხარი, მაგრამ მე ვთვლი, რომ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში არის ძალიან დიდი პრობლემა. სკეპტიკურად განწყობილი დეპუტატების დამშვიდება დღეს უმრავლესობის ლიდერმა სცადა. არჩილ თალაკვაძე ირწმუნება, რომ თუ ვენეციის კომისიას შენიშვნები ექნება, ისინი მეორე მოსმენაზე ამ შენიშვნებს გაითვალისწინებენ. ძის შედგენის პროცესი არის გამჭვირვალე, ობიექტური და თითოეული კანდიდატურის შეფასება საბჭოს შიგნით მოხდება კონკრეტული შეფასების სისტემით, რომელიც ასევე საჯაროა. როგორც კი დასკვნა იქნება, საზოგადოება დაინახავს, რომ ამ პროცესთან დაკავშირებით ყველა სუბიექტური კითხვა მოიხსნება. დღევანდელ სხდომაზე ევროპული საქართველოს ალტერნატიული ინიციატივა ჩააგდეს. პარტიის წევრების თქმით, მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი სასამართლო სისტემაში კლანის ზემოქმედებას გამორიცხავდა. ჩვენი კანონპროექტი ჩააგდეს. ამით გონიათ, რომ ისინი რაღაც შედეგს მიაღწევენ. მხოლოდ შედეგი ექნება მათთვის. საზოგადოება ესეთ ტიპის უტიფრობას და თავხედობას ადეკვატურად შეაფასებს. არჩევნებზეც და არჩევნებამდეც. უმრავლესობის კანონპროექტს აკრიტიკებს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარი ამბობს, რომ კონკურსში დამატებითი ბარიერების დაწესება კონკურენტულ გარემოს შეზღუდავს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი უზენაეს სასამართლოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით ვერ პასუხობს დღეს ამ სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს. დამატებითი ბარიერის დაწესება კონკურენტულ გარემოს შეზღუდავ. კლანის ვერსია ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ირაკლი კობახიძის კანონპროექტს. დოლიძე ამტკიცებს, რომ თუ კანონპროექტი ძალაში შევა, სასამართლო სისტემა მთლიანად ჩაიკეტება. კობახიძის ვერსია არის კლანის ვერსია. ძირითადად ორი მიზეზით. ისეთი პირობა წერია იქ კრიტერიუმებში, რომ პირდაპირ არის კანდიდატურების შერჩევა, პირდაპირ არის მიბმული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებაზე. არც კი უშვებს, ესე იგი, კლანი და ირაკლი კობახიძე, რომ შეფრინდეს ვინმე დამოუკიდებელი ერთი დამოუკიდებელი პიროვნებაც კი საპარლამენტო სიაში. როდის გამოაქვეყნებს ვენეციის კომისია, პირველად დასკვნას ჯერ უცნობია. კომისიის თავმჯდომარე ჯანი პუკიკიო საქართველოში აპრილში ჩამოვა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან დოკუმენტთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს.
ვინ ვერ არჩევს სფერებს პარლამენტში წითელი და მწვანე ღილაკი დღეს დეპუტატებს არ არევიათ. გუშინდელი გაუგებრობის შემდეგ, რომელიც მოგვიანებით უმრავლესობამ ტექნიკური ხარვეზით ახსნა, დღეს კანონმდებლებს სასესიო დარბაზში ფურცელზე დასურათებული ინსტრუქცია დახვდათ. თავის დაზღვევის მიზნით სადავო კანონპროექტზე კენჭისყრამდე დეპუტატებს კიდევ ერთხელ პარლამენტის თავმჯდომარემ შეახსენა, რომ მწვანე ღილაკი თანხმობას ნიშნავს, წითელი კი უარყოფას. ინსტრუქციებს უარყოფენ უმრავლესობაში, ღილაკებზე ზოგს არ ეხუმრება, ზოგს ისევ ტექნიკური ხარვეზები მოყავს მიზეზად. ნახოთ, ვინ ვერ არჩევს სფერებს და ვინ მიყვა ინსტრუქციას. ვის ჭირს პოლიტიკური დალტონიზმი? დღეს დილით დეპუტატებს სხდომათა დარბაზში ხმის მიცემის ინსტრუქცია დახვდათ. სანამ დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს დაამტკიცებდნენ, ირაკლი კობახიძემ კოლეგებს შეახსენა, რომ მათ წინ ორი ღილაკია. მწვანე ნიშნავს თანხმობას, წითელი კი უარყოფას. გუშინ ჩემს შემოთავაზებას უმრავლესობის მიმართ, რომ 5-ით ჩაგვეტარებინა ხოლმე კენჭისყრები არ მოყვა, დადებითი გამოხმაურება. ახალი შემოთავაზება მაქვს ყველა გაუგებრობის თავდასაცილებლად. პარლამენტარიზმის აკვანს ბრიტანეთს მიუბაძოთ, თავებს რო ითვლიან, ხო? ერთ ოთახში გადიან მომხრეები, მეორე ოთახში მოწინააღმდეგეები და იქ ითვლიან ესე head count ქვია ესე თავებით, გამორიცხულია რამე შეცდომა ფერებში, განწყობაში, ოთახები. იქით გაბრძანდით თქვენ მომხრეები, აქეთ ჩვენ გამოვალთ ხოლმე, ვნახოთ რამდენი შემოგვიერთება. დაფიქრდით, გთხოვთ ძალიან. თქვენ ფრაქციებში დატესტეთ თუ გაამართლებს, მერე ჩვენ პარლამენტში გადმოვიტანთ. მწვანე არის თანხმობა, წითელი არის უარყოფა. შევერთები ბატონი. ბატონმა გიგამ ამიყოლია. ტექნიკური შეცდომა თუ პარტიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლა. საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი აცხადებს, რომ ამ ამბავში სახუმარო არაფერია, ვინაიდან ადგილი ჰქონდა უნებლიე შეცდომას. დეპუტატებს ვკითხეთ, აქამდე შეშლიათ თუ არა ღილაკები. აი, არ არის საშაყირო თემა, არაფერი რთულად, არაფერი ისეთი არ მომხდარა ხა. ხო. არაფერი არ არის, უბრალოდ უფრო ყურადღებით უნდა იყო, როდესაც აძლევ ხმას და ეგ არის. თქვენ თუ აგრევიათ? არ ვიცი, არ მახსენდება. თქვენ ბატონო, წითელი და მწვანე ღილაკები ოდესმე აგრევიათ? შეგშლიათ? არა. რატომ შეეშალათ გულში? მათ უნდა გითხოთ. აგრევიათ ოდესმე ერთმანეთისგან წითელი და მწვანე ღილაკები? იმახუმრებით. დალტონიკი თუ არის ვინმე პარლამენტში ამის თაობაზე არ მსმენი ექიმი გახლავართ და დალტონის დაავადება მე მგონი არცეც არ ჭირს. ანუ საწითელი და მწვანე ფერის ვერ გარჩევის თემა. იყო იქ დადგენილების ხა აქ ხილიკი გასაგებია, მაგრამ იქ იყო თემა არა ის რომ ვინმეს ღილაკი აერჩი, არამედ რას ნიშნავდა მომხრე ამ შემთხვევაში და რას ნიშნავდა წინააღმდეგი, მაგის გაგება იყო რთული, იმის გამო ძალიან ცუდი სმენა იყო. მე ვერ გეტყვით რა სახის ინსტრუქციას გულისხმობთ, არანაირი ინსტრუქცია არავის არ მიუღია, არანაირი ინსტრუქცია პირადად მე არ მიმღია, ისე როგორც ჩემს არც ერთ კოლეგას საპარლამენტო უმრავლესობაში. ყოფილმა მეოცნებეებმა დღეს კოლეგები ბავშვებს შეადარეს, რომლებიც სახლობანას თამაშობენ და ფერები ეშლებათ. უმრავლესობის ყოფილი წევრები ამბობენ, რომ ის რაც გუშინ მოხდა, მსგავს სინამ საკანონმდებლო ორგანოში არ უნახავთ. თქვენ აგრევიათ ოდესმე? არ მახსენდება ასეთი შემთხვევა, რატომ დამროდა? რთულია მათი გარჩევა ერთმანეთისგან, ანუ გუშინ რომ აერიათ, რამდენი დამაჯერებელია რომ აერიათ. ციტა არის მე რომ მაგერ მომივიდეს ამერიოს არ ვიცი მაგას ამერია მეთქი და ჩავთვლი რომ მაგ პოზიციისთვის უნდა დამეჭირა მხარე. თქვენ თუ აგრევიათ ოდესმე ღილაკები წითელი და მწვანე? არა. რატომ ერევათ ასეთ რთული გასარჩევია? მე ხო ვამბობ ხოლმე რომ ბავშვები სახლობანას თამაშობენ თქო და ბავშვებს ერევათ ხოლმე ფერებიც და სხვა რაღაცეებიც და გუშინ კობახიძემ რო გითხრა რომ შორს ვერ წახვიდითო, ამიტომ არ მივდივარ შორს და ძალიან ახლოს ავართ რომ არც ღილაკები აერიოთ, არც სხვა რამეები არ აერიოთ და არ გადაწვანა ქაურობა და რაღაც არ გააფუჭონ. ამჯერადაც ამ გადაწყვეტილების დროს ის თავისუფალი არ არის და შინაგანი რწმენი თუ არ მოქმედებს, ცოტა ხანში დეპუტატების ნაცვლად დასვამენ რობოტებს. ინსტრუქციები დეპუტატებისთვის მას შემდეგ ახდა საჭირო, რაც რამდენიმე დეპუტატმა თქვა, რომ მათ კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე ღილაკები ვერ გაარჩიეს. ინფორმაცია თავდაპირველად ევროპული საქართველოს წევრმა სერგო რატიანმა გაასაჯაროვა და ფოტოები Facebook-ზე გამოაქვეყნა. ეს ასეთი იდო მაგიდაზე ოღონდ მეუნებიან რომ ადრეცი ხო და აქ ზუსტად არის განმარტებული ხო როგორაც არის. ოღონდ მე მითხრეს რომ ადრეც იდო და ალბათ ესეც არის ხო? ზუსტი ინსტრუქცია. აი წარმოიდგინეთ რომ ბარათი ჭრილში უნდა განთავსდეს ისე რომ საინტერესო სერიოზული ესენია პროცედურები. დეტალური ახსნა. ნუ ამის მაგერად უნარების ტესტი რო დატოვონ, კარგი იქნება. არ მგონია რომ ადამიანებს
ფერები ეშლებოდათ. ანუ ეს არის უკვე ზეწოლა პირდაპირ ქართული ოცნების დეპუტატებზე და ნიშნავს მუქარას. მე მაგედაზე დამხვდა ინსტრუქცია, სადაც წერია ეს არის წითელი, ეს არის ლურჯი და იყო რატომღაც გენდერული ბალანსიც არ არის დაცული, ინსტრუქციაზე დახატულია დეპუტატი მამაკაცი. და ნუ ხუმრობის ნიშნად თანაც ულვაშო და ულვაშები გავუკეთე. ვის ჭირს პოლიტიკური დალტონიზმი? დეპუტატები ამბობენ, რომ გუშინდელი კენჭისყრა საპარლამენტო ცხოვრების უჩვეულო დღეებში ჩაიწერება. ვინაიდან ამ დრომდე არ არსებობს შემთხვევა, რომ კანონმდებლებს ღილაკების ფერი არეოდათ. გუშინდელმა დღემ კი აჩვენა, რომ დეპუტატები ახალ სხდომათა დარბაზს ან ვერ ეგუებიან, ან წითელი და მწვანის არაკლასიკური აღქმა არ აქვთ. უპრეცედენტო კრიზისი ოცნებაში ასე აფასებენ მართლ პარტიაში მიმდინარე პროცესებს და შექმნილ სიტუაციას ექსპერტები. პოლიტოლოგები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს, რადგან ოცნების წევრები ხვდებიან, რომ მართველი პარტია 2020 წლის არჩევნებზე კრახს განიცდის. ექსპერტთა შეფასებით, უახლოეს მომავალში სავარაუდოდ ისევ გამოვლენ კულისებში მყოფი დეპუტატები და გაიზრდება ურჩ დეპუტატთა სიაც. მმართველობის კრიზისზე საუბრობენ ოპოზიციაში, პარტიულ კრიზისს არ აღიარებენ და გამორიცხავენ ოცნებაში. მწვანისა და წითლის არევა თუ ჩუმი პროტესტი. ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენების პირველმა წარუმატებელმა მცდელობამ კიდევ უფრო გაამყარა მოსაზრება, რომ ოცნებაში შიდა პარტიული კრიზისია. ქართული ოცნების რიგებიდან ამჟამად პარლამენტში 107 დეპუტატია. პირველი მცდელობისას ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებას 67-მა კანონმდებელმა მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 8. მოგვიანებით 3-მა თქვა, რომ წითელი და მწვანე ღილაკები აერია. ერთმა ხმის მიცემამ კარგად გამოაჩინა, რომ კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხზე ოცნებაში ერთსულოვნება არ იყო. 32-მა დეპუტატმა ხმის მიცემაში მონაწილეობა არ მიიღო. პოლიტიკურმა არითმეტიკამ კი კიდევ უფრო გაამყარა ოცნებისა და ექსპერტების შეფასება, რომ ოცნებაში კრიზისია და ივანიშვილს მართვის სადავეები გაექცა. ექსპერტები ქართულ ოცნებაში შექმნილ სიტუაციას უპრეცედენტოს უწოდებენ. პოლიტოლოგები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს, რადგან ოცნების წევრები ხვდებიან, რომ მართველი პარტია 2020 წლის არჩევნებზე კრახს განიცდის. ექსპერტთა შეფასებით, უახლოეს მომავალში სავარაუდოდ გაიზრდება ურჩ დეპუტატთა სია. აქამდე კულისებში მყოფი დეპუტატების ჩუმი პროტესტის ილუსტრაცია კი ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების ჩაშლილი მცდელობა იყო. პოლიტოლოგების აზრით, ამ დრომდე პარტიაში დარჩენილების და უკვე წასულების კრიტიკის ობიექტი ირაკლი კობახიძე ერთადერთი მიზეზით გახდა. ჯერჯერობით ისინი ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას ერიდებიან, რათა არსებული ფინანსური თუ სხვა სახის პრივილეგიები არ დაკარგონ. ჩინოვნიკები, პარლამენტის წევრები ქართული ოცნების საკმაოდ ჩაბმულები არიან ფულის ჟურნალში, კორუფციაში. ასე რომ ეს აშინებთ, რა თქმა უნდა, გასვარას თქო ბატონო ბიძინამ და ხარიცენ აქედან როგორ გამოვიდნენ, მაგრამ ამართან ერთად რაღაც ზღვარის, რაღაც წითელი ხაზების გადალახვა არ უნდათ. ამიტომ ეს კონფლიქტი გაგრძელდება მანამდე, სანამ მათი შიში აჭარბებს მათ წინააღმდეგობას. როგორც კი მათი წინააღმდეგების ზნება გადააჭარბებს შიშს, ეს უკვე მასობრივი გახდება ქართული ოცნების დაწესება. ესეთი შუმი პროტესტი გაგრძელდება და გახშირდება, ჩემი აზრით, რაც უფრო მეტად მიუახლოვდებით საპარლამენტო არჩევნებს. ადამიანთა ის ნაწილი, რომელიც ვერ მოხვდება შემდგომ პარლამენტში, ანუ სიაში არ იქნება გამსვლელ ადგილზე, ან რომლებიც ვერ შეძლებენ თავიანთი შრომით ცხოვრების მოწყობა ასე ვთქვათ გარანტირებული კონდეთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ანუ 2020 წლის შემდეგ, ისინი რა თქმა უნდა ახლა უკვე არც ივანიშვილს დაემორჩილებიან, არ ლაპარაკის ზედმეტია. ავითვალისწინოთ, რომ პოლიტიკაში რეიტინგი არ გადამწყვეტ. ახლა რეიტინგი ნახეს, რომ კობახიძეს მაღალი არ აქვს არც პოლიტიკურ წრეში და არც საზოგადოებაში და ამიტომ ადვილად ურტყავენ. აი როცა თუ კი აღმოჩნდება, რომ ივანიშვილსაც არ აქვს მაღალი რეიტინგი, ქართული ოცნება იგივე შემადგენლობით, მე ივანიშვილს დააბრალებს ყველაფერს. მართლობის კრიზისზე საუბრობენ საპარლამენტო ოპოზიციაშიც. ამბობენ, რომ მართველი გუნდი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთების შესრულებას ხალისით და პროტესტის გარეშე აღარ აპირებს. ამ დრომდე შედარებით ჩუმი პროტესტი კი მალე ხმაურიან პროცესებში გადაიზრდება. მართლობის კრიზისი ქართულ ოცნებაში სახაზეა, დაირღვა ფაქტიურად მართველი უმრავლესობა პარლამენტში. რა თქმა უნდა, რომ დღეს კიდევ ჯერ მართველი გუნდის წევრები პარლამენტში ძალიან შეშინებულები უყურებენ ვითარებას, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ერთი დღიდან მეორე დღეს შეიძლება აღმოჩნდეს, ასე ვთქვათ, გაკიცხულების და გარიცხულების სიაში
და ნებისმიერი მათგანი საკუთარ თავსაც ხედავს იმ ყოფილი თანაგუნდელების ადგილზე, რომელსაც დღეს თანამდებობიდან აძევებენ რეტრიბუციის მიზნით. ის რაც ხდებოდა გუშინ პარლამენტში, სხდომათა დარბაზში, ნათლად აჩვენებს ქართული ოცნების კრიზისს, აჩვენებს, რომ მათ აღარ შეუძლიათ უკვე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაც კი, ის რომ მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ ადამიანებს და პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ცუდად მუშაობდა კვაჭანტირაძე, მაგრამ სანამ უმრავლესობიდან არ წავიდა, მანამდე გადაწყვეტილება არ მიიღოს, რომ თქვა ცუდად მომუშავე ადამიანი გაეშვა ხელისუფლებიდან. მოკლედ იქ არის სრული ქაოსი, ის ადამიანები გაერთიანებულები არიან ღირებულებების გარეშე, მხოლოდ ივანიშვილის ირგვლივ და უბრალოდ დროის საკითხია სრული გარღვევა უმრავლესობის. მართველი პარტიის კრიზისი ბუნებრივი პროცესია ოცნებაში კოალიციის ფორმატში მუშაობის გამოცდილების მქონე დავით ბერძენიშვილისათვის. რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების წარუმატებელმა მცდელობამ აჩვენა, რომ ოცნებაში იზრდება იმ დეპუტატთა რიცხვი, რომლებიც ენთუზიაზმით აღარ ასრულებენ ივანიშვილის დაკვეთებს. 76 ხმა ვერ მოაგროვა, 77 ხმა მიიღო კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხმა. ეს ადასტურებს იმას, რომ ათობით დეპუტატს ალბათ საქმოსან დეპუტატების წიაღიდან ასევე სხვა დეპუტატებს არ მოუნდათ მაინდამაინც აქტიურად ჩართვა კობახიძის შესაბამისად ივანიშვილის შეკვეთის შესრულებაში. ავისთავად ეს არის რღვევის პროცესი. ეს მოსალოდნელი ამბავია, ასე დაემართა შევარდნაძეს, ასე დაემართა მის მომდევნო ხელისუფალს, ასე ემართება ამ ხელისუფალსაც. პარტიის გენერალური მდივანი ოცნებაში კრიზისს გამორიცხავს. ართულ პარტიაში ამბობენ, რომ გუნდს ისინი ტოვებენ, რომლებიც ოცნების ღირებულებებს არ იზიარებენ და ამ კონტექსტში კვაჭანტირაძის მაგალითს იხსენებენ. მე არ ვიცი ვის რა აერია, თუმცა ერთს გეტყვი, რომ არანაირი კრიზისი არ არსებობს პარტია ქართული ოცნებაში. ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებისას სიტუაციის დალაგება დაანონსა, თუმცა სწორედ ამ პერიოდიდან გააქტიურდა ოცნების დაშლის პროცესი. კრიზისის შეჩერება კი ჯერჯერობით ვერც ოცნებაში დაუგეგმავად და ხშირად ჩანიშნული კონსულტაციებით ხერხდება. თეაძულუკიანის პარლამენტში მინისტრის საათმა ხვალინდელ დღეზე გადაიწია. ურთიერთბრალდებები დღესაც ისმოდა პოლიტიკურ განცხადებებში ბევრ ირონიასაც ამოიკითხავდით. რეპლიკებში არც მინისტრი ჩამორჩებოდა და არც ოპოზიცია, რომელიც თეაძულუკიანს მწვავე კითხვებით დახვდა. მოგვარებული ულტიმატუმი პრემიერთან სად და რატომ მიდიოდა შეუცვლელი მინისტრი მთავრობიდან, შანტაჟი ბიძინა ივანიშვილისგან თუ მამუკა ბახტაძისგან, გახმაურებული საქმეები და სხვა თემები. მინისტრმა ყველა ეს კითხვა მოისმინა და ტრიბუნიდან ვისთვის ამომწურავად და ვისთვის ამოუწურავად უპასუხა. მინისტრს დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიც შეახსენეს, სადაც პერსონალურადაა მოხსენებული, როგორც ადამიანი, რომელმაც საპროკურორო სისტემის მიმართ ნდობა დაანგრია. მწვავე კითხვებამდე იყო მინისტრის მოხსენება, სადაც თეაძულუკიანმა იმ საკანონმდებლო ცვლილებებსა და რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც უწყებამ განახორციელა. მოხსენების შემდეგ დეპუტატი რომან კოცირიძე გამოვიდა ინიციატივით და კოლეგებს შესთავაზა იუსტიციის სამინისტროს თეაძულუკიანის პატივსაცემად თეა ეწოდოს. თეაძულუკიანის საპარლამენტო დღეზე უფრო მეტ სალომე უერთაშვილი მოგვიყვება. ეთუნა საკმაოდ კრიტიკული იყო თეაძულუკიანი ოპონენტების მიმართ, როგორც სხდომათა დარბაზში, ასევე მას შემდეგ, რაც მან სხდომათა დარბაზი დატოვა და მედიასთან კომენტარს აკეთებდა, როგორც წულუკიანი ამბობს, ყველა ის საკითხი, რაზეც ოპოზიცია საუბრობდა, იყო არგუმენტებს და სიღრმეს მოკლებული, შესაბამისად მისი თქმით საქართველოს საკმაოდ სუსტი ოპოზიცია ხავს. რატომ აპირებდა თეაძულუკიანი თანამდებობის დატოვებას? ეს იყო ის მთავარი საკითხი, რაც მასთან ოპოზიციას აინტერესებდა და ასევე ის საკითხი, რომელიც ჩვენ ჟურნალისტებს გვაინტერესებდა, თუმცა სხდომათა დარბაზში თეაძულუკიანს აღნიშნულ საკითხზე დეტალურად არ უსაუბრია. ბუნებრივია ეს კითხვა მას ჟურნალისტებმაც დაუსვით. ვრცელდებოდა ბოლო პერიოდში ინფორმაცია, რომ თეაძულუკიანი თანამდებობის დატოვებას აპირებდა სწორედ იმის გამო, რომ იუსტიციის სამინისტროს უნდა გამოყოფოდა პენიტენციური დაწესებულება და ამბობდნენ, რომ თეაძულუკიანის თანამდებობის დატოვების მთავარი მიზეზი იყო კახი-კახიშვილი და ის საკადრო ცვლილებები, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელდა
და ვრცელდებოდა ინფორმაცია სწორედ ამასთან დაკავშირებით, რომ დაპირისპირება მამუკა ბახტაძესა და თია წულუკიანს შორის სწორედ კახი კახიშვილის საკითხს უკავშირდებოდა. ბუნებრივია, ჩვენ ეს კითხვა დავუსვით წულუკიანს, თუმცა მან ეს ინფორმაცია უარყო, თქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე ისაუბრებს იმ დროს, როდესაც ამის საჭიროება იქნება. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, თია წულუკიანი ამბობს, რომ კახიშვილის დროს დასაქმებული პირები განთავისუფლდნენ პენიტენციური დაწესებულებიდან, ის ამას ადასტურებს და შესაძლებელია კვლავ სხვა პირების გათავისუფლებაც პენიტენციური დაწესებულებიდან. ასევე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დღეს გაჟღერდა, როგორც დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში თქვეს, თია წულუკიანი არა მამუკა ბახტაძეს, არამედ ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებდა. ამ ბრალდებას თია წულუკიანმა სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია არგუმენტებს და რეალურ საფუძვლებს მოკლებულია, უბრალოდ ეს არის პოლიტიკური ქულების დაწერა. უკავშირდება თუ არა მართლაც თქვენი დაპირისპირება მამუკა ბახტაძესთან კახი კახიშვილის საკითხს, იმას რომ პენიტენციური დაწესებულებიდან მისი კადრები გაუშვით, მაგრამ არა, მაშინ რა იყო მიზეზი? პრემიუმად თავის დროზე. როდის? არაპირებს ამ საკითხს. არა. თინა ბოკიჩავას განცხადებაზე მან თქვა, რომ თქვენ აშანტაჟებით არა პრემიერს, არა ვინც იმიტომ რომ იცით თქვენ ბევრი რამე. მე ის ნამდვილად ვიცი, რომ ქალბატონი თინა ძალიან ბევრი საფუძვლო განცხადებებს აკეთებს და ამავე დროს ის ძალიან ლამაზი ქალია. ეს ვიცი. ეს არის მისი ინტერპრეტაციები და ნუ მას ჭირდება, რომ ასე ვთქვათ, რაღაცნაირად პოლიტიკური განცხადებები აკეთებს და აკეთებს ამ განცხადებებს და ჩემგან რა არის მოთხოვილი, რომ მის ილუზიებზე ვაკეთო კომენტარები. კიდევ მინდა კახიშვილის დროინდელი კადრები პენტენციური დაწესებულება. აპირებ თუ არა გაუშვათ ის კადრები, რომლებიც კახიშვილის დროს ამარაგებდნენ პენტენციურ დაწესებულებას. საკმაოდ ხმაურიანი იყო მინისტრის საათი პარლამენტში დამაზუსტებელი კითხვების დროსაც კი თია წულუკიანი არ ერიდებოდა ოპონენტების მიმართ კრიტიკული განცხადებების გაკეთებას, არაერთხელ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფაც მინისტრსა და დეპუტატებს შორის. განსაკუთრებით მრავლად დაისვა კითხვები სწორედ იმ საკითხზე, თუ რატომ აპირებდა თია წულუკიანი თანამდებობის დატოვებას, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები, როგორც ისინი ამბობენ, ამ საკითხზე მათ დეტალური ინფორმაცია ვერ მიიღეს. ამავდროულად თია წულუკიანის მიმართ ოპონენტებს ჰქონდათ კითხვები საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით, აზიანებს თუ არა მსგავსი განცხადებები საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე. თია წულუკიანი ამბობს, რომ შესაძლებელია მსგავსი განცხადებები მეორე მხარებ მათ არგუმენტებად გამოიყენოს, თუმცა ამ დროს საქართველოს არგუმენტები არა პოლიტიკური განცხადებები, არამედ რეალური არგუმენტები უნდა იყოს. განსაკუთრებული დაპირისპირება იყო ადამ არშანიასა და თია წულუკიანს შორისაც. ადამ არშანიამ თია წულუკიანს მოსამართლეთა 10 კაციანი სია გაახსენა. თია წულუკიანმა აღნიშნულ საკითხზე არ ისაუბრა, თუმცა ადამ არშანიას საუბრის ტონი დაუწუნა. თქვენ ხელი დააფარეთ შოთაძეს, რომელმაც მოატყვა საზოგადოება, შემდეგ ხელი დააფარებ და დღემდე ხელს აფარებთ პროკურორებს, რომლებმაც ხელი დააფარეს მკვლელებს. სავარაუდოდ თქვენ გაქვთ იმის ფუფუნება, რომ დააშანტაჟოთ ქვეყნის მთავარი მმართველი, იმიტომ რომ ფლობთ ინფორმაციას მათ შორის იმაზე, თუ როგორ გაიყვანა თქვენმა დანიშნულმა ბოტასების ქურდმა ფარცხალაძემ საკნიდან ვანო მერაბიშვილი. მე მართლა ვერ გავიგე, თქვენ პოლიტიკური ფიგურა ბრძანდებით ან ყოველთვის ესეხედავთ თქვენ თავს და 92 ატურაშვილის სია და ეს ინსტრუმენტი იმ კვლელობების და იმ ძალადობის ფონზე თქვენთვის პრიორიტეტი არ არის? ამ კითხვებსაც კი არ სვავთ? რა შოშია პროკურატურის საქმეში ჩარევა? ძალიან გთხოვთ ქალბატონო მინისტრო, ამ დაგვარი და ასეთი მანერით ნუ გველაპარაკებით პარლამენტის წევრებს. ჩამოგაცილეს ღია მმართველობის პარტნიორობის ხელმძღვანელობას. პირდაპირ ჩამოგაცილეს, იმიტომ რომ თქვენ არ აღმოგაჩნდათ ელემენტარული უნარი, რომ ურთიერთობა დაგემყარებინათ სამოქალაქო სექტორთან. კომპლიმენტსაც გეტყვით ქალბატონთია და ისე უხდებით ამ ხელისუფლებას და ამ უმრავლესობას, როგორც ტორტს ალუბალი. თუ თქვენ არჩევთ ქალბატონო ადა თქვენს ტონს, როგორ ესაუბრებთ თქვენზე ბევრად უმცროს მინისტრებს, არ გაძლევთ არც თქვენი სტატუსი,
არც თქვენი ასაკი და არაფერი იმის უფლებას, რომ მუდმივად მენტორის ტონით ესაუბროთ ადამიანებს. მე ამ ტონს არ ვიღებ. ბატონოთ არ მე ჩამომაშორეს უნარო ვარ თუ არა. რა ვქნათ, მე თქვენ მიმაჩნი ხართ ანტირეფორმატორად, ანტიდემოკრატად, არაფერი რომ არ გაგიკეთებიათ არასდროს და ერთი ადეიშვილის ერთი მოადგილე იყავით და არაფრის მაქნისი მგონი ხართ ზოგადად და თქვენ მიგაჩნიათ პირიქით. ახლა რა ვქნათ, უმტკიცოთ ერთმანეთს სიტყვებით? თქვენ წამიკითხეთ ციტატები, მეც წაგიკითხეთ ციტატები და დავრჩით ასე ციტატებით. მე ჩემი ციტატები წაგიკითხეთ და კითხეთ ისოდირია და ესოდირი არ არის მეთქი? ბატონი გიგა ბოკერია ეთანხმება რომ თუმდრე მე კარგად მიმუშავე და საარჩევნო სისადმი აღარ არის კითხვის ნიშნები. ბრავო ბატონო გიგა, დიდი მადლობა. თია წულუკიანთან საკითხების ამოწურვა მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატებმა ვერ მოასწრეს. შესაბამისად, ხვალ წულუკიანი 12-ის ნახევარზე კიდევ მოვა პარლამენტში, მანამდე სანამ დეპუტატები უკვე ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს მოусმენენ, თუმცა მანამდე როგორ ვითარდებოდა მთელი დღის განმავლობაში მოვლენები, რა კითხვები ჰქონდათ დეპუტატებს თია წულუკიანთან და როგორ უპასუხა იუსტიციის მინისტრმა ამ კითხვებს ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. იმჯელოს პარლამენტმა და დღეიდან იუსტიციის სამინისტროს სახელად უწოდოთ თეა. რომან გოცირიძის ეს რეპლიკა იუსტიციის მინისტრის პარლამენტში 44 წუთიანი გამოსვლის შემდეგ დღის მთავარ სახუმარო თემად იქცა. ნაციონალურმა მოძრაობამ თეა წულუკიანის მოხსენება სამინისტროს წარმატებებზე საუბრის გამო დაიწუნა. გოცირიძის ხუმრობას მოგვიანებით ხუმრობითვე უპასუხა წულუკიანმაც. იცით რა არის ბატონო რომან, ეს ცოტა სხვა რაღაცა მაფიქრებინა ამან და არ ვიცი თუ არ გეწყინებათ გეტყვით. ჩვენ ქონდა წარსულში, როდესაც მე ბავშვი ვიყავი, დრო როდესაც ქართული ფული შემოვიდა და გოციკოები დაარქვეს და არ ვიცი რამდენად კარგი აზრია. იუმორისტული ეპიზოდი ამით არ დასრულებულა. უკეთესი ხუმრობების მოფიქრებაში ერთმანეთს თეა წულუკიანი და გიგა ბუკერიაც შეეჯიბნენ. ქალთია მართლა თხოვნა მაქვს, რომ ცოტა უფრო ხმამაღლა რა, იმ ნაწილების გარდა სადაც წინა ხელისუფლებას ლანძღავდით, თითქმის არაფერი არ ისმოდა. განსაკუთრებით აი კინოდარბაზზე და ამ ფილმების ჩვენებაზე ვერ გავიგეთ, ძალიან მაინტერესებს და ხმამაღლა თუ შეიძლება. მადლობა დიდი. ჩვენი ქვეყნისთვის და მათ შორის თქვენთვისაც ბატონო გიგა სასიცოცხლო სახელმწიფოთა შორისო დავაზე აგვისტოს ომის საქმეზე ვაგრძელებთ დავას სტრასბურგის სასამართლოში, თუმცა ეს თქვენ ბატონო გიგა არ გაინტერესებთ, იმიტომ რომ მე აგვისტოს ომზე ვლაპარაკობ და თქვენ ტელეფონში გაქვთ თავი ჩარგული, ამორგეთ ეს თავი და მომისმინეთ რა გავაკეთეთ ჩვენ. მე თქვენთვის ვარ აქ მოსული, იმიტომ რომ მაქვს ასეთი პოზიცია, რომ თქვენ უნდა ჩაგაბაროთ ანგარიში, ამას ამბობს ქართული ოცნების ლიდერობით შემუშავებული ახალი რეგლამენტი, რომლის შემუშავების განბედაობა თქვენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ გეყოთ ან მიიღებდით და ჩემი წინამორბედი აქ არ მოვიდოდა. 7 წლიანი სტაჟის მქონე მინისტრ სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობის გაკრიტიკება არც სხვა კითხვებზე პასუხის დროს დავიწყებია. ოპოზიციის დაინტერესების პასუხად, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიებას შეეხებოდა, წულუკიანმა კვლავ ნაციონალური მოძრაობა გაიხსენა და სიმხდალეში დაადანაშაულა. თუ შეიძლება რომ განგვიმარტოთ თქვენი ტაქტიკა და სტრატეგია როგორია ჰააგასა და სტრასბურგთან მიმართებაში, იმიტომ რომ მე რა ვფიქრობ ამაზე, ამას ჩემს გამოსვლაში მოგახსენებთ, როგორ თანამშრომლობთ ჰააგის ტრიბუნალთან რეალურად თქვენი უწყება და თქვენი პროკურორები ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ქალბატონო სალომე, თქვენი კადრეთ უკადრებელი, ქართულმა ჯარისკაცებმა ყველაზე კარგად იციან ვინ მუშაობს მათ ინტერესებში. მათ შორის ისიც ახსოვთ არაერთი მათგანი სამწუხაროდ რუსეთმა რომ მოგვიკლა როგორ მიატოვეთ ცხედრები და გამოიქეცით ისე რომ ფეხებს ირტყამდით კეფაში. ამიტომ მოდით მუიკადრებთ იმას, რისი კადრებაც არ შეგეფერებათ. იუსტიციის მინისტრი ფიქრობს, რომ სახელმწიფოს თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეში დანაშაული არ ჩაუდენია. მან ოპოზიციის ბრალდებები უარყოს სხვა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებითაც. კითხვაზე რატომ გადაუხადა მადლობა თეა წულუკიანმა გადამდგარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ მადლობის გადახდა უბრალოდ ჩვევაში აქვს. ქალბატონო თეა, თქვენ მადლობა გადაუხადეთ პროკურორ შოთაძეს, როცა ის გადადგა.
სარალიზის საქმესთან დაკავშირებით. მაინტერესებს ეხლა როგორი არის თქვენი პოზიცია, როცა გავიდა გარკვეული დრო, ეს ერთი, მეორე კითხვა ეხება მაჩალიკაშვილის საქმეს, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აქ სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული და შემდეგ მეორე დანაშაული, ის რომ დაფარა გარკვეული ქმედებები. თქვენი პოზიცია მაინტერესებს, ემხრობით თუ არა ოპოზიციის მოთხოვნას, რომ დაიწყოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. ბანო სერგო, ადამიანები, რომლებიც გუწფელად მსახურობენ, თუნდაც დაუშვან შეცდომები, მე ჩვევაში მაქვს რომ გადავუხადო, მადლობა. ამიტომ დიახ, მე იგივე პოზიციაზე ვარ და როდესაც რაღაცა მithქვამს, არ მჩვევია ხოლმე ეს გადავთქვა, რაც არ უნდა თვეები გავიდეს. მე არ ვთვლი რომ სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული, იმიტომ რომ ეს არ არის დამტკიცებული. თქვენი ძახით ხან გოგაშვილი ხან რაღაცების გვარებს იძახით. ეს თქვენ დაადგინეთ თუ ვინ ეჭვი არსებობს, კი ბატონო, მე ეს ეჭვი არ მაქვს რომ სოსო გოგაშვილმა ვიღაცა დახვიტა. თუ ამ სიტყვებით გინდათ ამ სიტყვებით გეტყვით. ეს ეჭვი თუ გაქვთ, მაშინ ან დაამტკიცეთ ეს, ან ნუატრიალებთ სახელებს და გვარებს ცუდ უბრალოდ აქეთ იქით. ირაკლი შოთაძისთვის გადახდელ მადლობასთან ერთად ოპოზიციამ წოლუკიანს განმარტებების სხვა განცხადებების გამოც მოთხოვა. ევროპული საქართველო ითხოვდა პასუხს, რატომ აშანტაჟებდა ყველაზე სტაჟიანი მინისტრი მთავრობას და რის გამო იყო ის მზად რომ 7 წლიანი მინისტრობა დაეთმო. დაიწყეთ პრემიერ-მინისტრის შანტაჟი. რატომ არ ჩათვალეთ საზოგადოება, ჩაგეყენებინათ საქმის კურსში და მიგეწოდებინათ საზოგადოებისთვის ინფორმაცია, რატომ იმუქრებოდით ამ დემარში, რა იყო ამისი მიზეზი. იმიტომ რომ თქვენ მაშინაც კი არ გაგჩენიათ თანამდებობის დატოვების სურვილი, როცა სასამართლო რეფორმა ჩააფლავეთ. ხომ არ შეგიძლიათ დღეს გითხრათ, რა შეეხებოდა, ხომ არ შეეხებოდა იმ საკითხებს, რომელიც საპარლამენტო განხილვის სფეროში შედის? არავითარ შემთხვევაში ეს პოზიცია და ის საკითხი, რაზეც ჩვენ ვსჯელობდით, არ უკავშირდება საკანონმდებლო განხილვის სფეროს, ეს არ უკავშირდება იმ კანონ პროექტს, ამ კანონის პროექტებს, რომლებიც თუნდაც ამ დღეებში ან დღესდილითაც იყო თქვენ მიერ მსჯელობის საგანი. ეს არ უკავშირდება არც სასამართლო სისტემასა და რეფორმას. მე მაშინაც ვთქვი, რომ ახმასრულებელი ხელისუფლების შიგნით განსახილველი თემა იყო. ოპოზიციის ბრალდებებთან ერთად დღეს თეა წოლუკიანმა დეპუტატებისგან მადლობა და შექებაც მოისმინა. მინდა მადლობა მოგახსენოთ იმ 9 დღიანი აქციების ფონზე არც ერთი გოჯი მიწარო არ გასხვისდა უცხოელებზე. და ეს მადლობა არის ჩემი სვანური ლოგიკით. როგორ ახერხებთ მათთან ბრძოლიდან ყოველთვის გამარჯვებული გამოხვიდეთ და გაუხიმოთ ისედაც შოქში მყოფ წინა რიგებში მსხდომ ჩვენს ოპონენტებს, განსაკუთრებით კი რომან გოცირიძე მეკუპონეს. იუსტიციის მინისტრის სამთავრობო საათი პარლამენტში ამით არ დასრულებულა. დეპუტატები თეა წოლუკიანს ხვალაც მოусმენენ. აღმოჩნდა რომ პროტოკოლის აზრზე არ ვარ, წესები რის აზრზეც არ ვარ, გვახსენებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა იცის რომ ქვეყნის პირველმა პირმა სატელევიზიო ინტერვიუები მხოლოდ ოფიციალურ სასახლეში უნდა ჩააწეროს და არა სტუდიაში. სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით სხვაგვარად იქცევიან მსოფლიო ლიდერები და იქცეოდნენ მისი წინამორბედები. სატელევიზიო და რადიო სტუდიებში მისვლას არ თაკილობენ ისეთი ქვეყნის ლიდერები, რომლებიც მსოფლიოს დღის წესრიგს განსაზღვრავენ. ნახოთ დაპირებული სიუჟეტი. სტუდიაში ვთხოვ ქვეყნის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და მივესალმები. პირველების სტუმარია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც მოვიხმობთ ჩვენთან სტუდიაში. საღამომშვიდობისა. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩვენთან სტუდიაში. მადლობთ ეთერში მოწვევისთვის. საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მასპინძლობ. საღამომშვიდობის ბატონო პრეზიდენტო. ვერისიტერიოს სტუმარია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ვიწყებთ ინტერვიუს საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან. მოგესალმებით ბატონო. ის რაც გიორგი მარგველაშვილისთვის პროტოკოლის დარღვევას არ ნიშნავდა, რატომღაც პრობლემა გახდა პრეზიდენტისთვის. მარგველაშვილი იყო ის პრეზიდენტი, რომელიც არაერთ სტუდიაში გვინახავს და ერთადერთი, ვინც მაყურებელმა იუმორისტული ფორმატის ტელეშოუშიც ნახა. სუაქუნავი არის. წყენის უფლება მაქვს შეზღუდული გესმის.
მის შემდეგ კი ზურაბიშვილმა სასახლის გარეთ ინტერვიუზე უარი განაცხადა, რაც პროტოკოლთან შეუსაბამობით განმარტა, ანუ იმით, რის აზრზეც მისი თქმით საერთოდ არ ვართ. პრეზიდენტი არ უნდა წავიდეს სტუდიაში. რატო? იმიტომ რომ ასეთი არის წესი და უნდა შევეჩვიოთ რაღაც წესებს. თუ გვინდა რომ სახელმწიფოს გავდეს. პრეზიდენტი თავის სასახლიდან, სადაც არის დროშა და სადაც არის თავისი ატრიბუტიკა, იქიდან უნდა გააკეთოს გადაცემა. ძალიან არასწორი წარმოდგენა გქონიათ მედიაზე, ეს ჩემი აზრია. რატო მედია? არა, ამას ნიშნავს პრეზიდენტი, არჩეული პრეზიდენტი მეუბნება, რომ არ უნდა წავიდეს სტუდიაში, რატომ იქ ბომბებს დაგახვედრა. არა, ეს არის პროტოკოლის წესი. და საერთოდ პროტოკოლის აზრზე არა ვართ სამწუხაროდ. რომელ პროტოკოლზე ცარიელ სასახლეში რო წერთ ინტერვიუს ამ ცარიელი რატო არის აქ მუშაობთ? აქ იქნება თქვენი სახლი, ასე მიმართა ჟურნალისტებს გაპრეზიდენტებიდან პირველ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა 18 დეკემბრის შემდეგ მან მხოლოდ ერთი ბრიფინგი გამართა და ვრცელი ინტერვიუც მხოლოდ ერთხელ ჰქონდა. ზადა გზა ყველაფერზე გესაუბრებით, მოგიწევთ, აქ იქნება თქვენი სახლი და მაქვს ასევე სხვა აზრები, რომ ჩვენ გქონდეს სხვა ფორმატშიც ურთიერთობა. სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით ჟურნალისტებთან კომუნიკაციის პრობლემა არ ჰქონიათ სხვა პრეზიდენტებს. ჯერ კიდევ 1993 წელს ედუარდ შევარდნაძე ორშაბათის რადიო ინტერვიუების, ხოლო შემდეგ ორშაბათის ბრიფინგების პრაქტიკა დაამკვიდრა და კითხვებს ყოველი კვირის დასაწყისში პასუხობდა. მიხეილ სააკაშვილს კი მედიასთან განსხვავებული ურთიერთობა ჰქონდა და ის სასურველ გადაცემასა და ფორმატს არჩევდა. პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და არის სახელმწიფოს სიმბოლო და ის სიმბოლოებთან ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი ტელეეკრანზე. ყოველ ორშაბათს პრეზიდენტ შევარდნაძეს ჰქონდა რადიო ინტერვიუ, ორ კვირაში ერთხელ ჰქონდა მას პრესკონფერენცია, როდესაც ჟურნალისტებს პირდაპირ პასუხობდა. თუმცა წინასწარ არასოდეს ინტერესდებოდა რა შეკითხვას დაუსვამდნენ ჟურნალისტებს. სააკაშვილმა აბსოლუტურად სხვა ფორმატი დააწესა და სხვა ფორმატის შესთავაზა ჟურნალისტებს, როცა 2-3 ტელევიზიის წარმომადგენლებს ხვდებოდა. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ყოფილმა პრეზიდენტებმა საზოგადოების სიყვარული ხალხთან ახლოს ყოფნით მოიპოვეს. მათი თქმით, ზურაბიშვილი ყოფილი მთავარსარდლებისგან განსხვავებით კვარცხლბეკზე დგომას და თაყვანისცემის მოპოვებას ცდილობს. ჟურნალისტები გვეუბნებიან, რომ 21 საუკუნეში საქმე შუა საუკუნეების კომპლექსებით დატვირთულ პრეზიდენტთან გვაქვს. ეს არის შუა საუკუნეების კომპლექსებით შეპყრობილი და შუა საუკუნეებში ჩარჩენილი ადამიანი, რომელსაც უნდა რომ რაღაცა ფორმით შეიძინოს შინაარსი. მას უნდა რომ იყოს რაღაცა კვარცხლბეკზე და ცდილობს რომ რაღაც ასეთი ფორმები შეარჩიოს, რომ თაყვანისცემა გაგვიჩნდეს, როგორც ჩანს მის ხმის იზოლაცია მაინც უნდა გაეკეთებინა ისე, რომ ტაშტში მჯდარ ქალბატონს არ გავდეს და ტაშტის ხმა არის მოდეს რეზიდენციიდან. ეს არის ხალხის არჩეული პრეზიდენტი, მე მგონი უფრო ახლოს უნდა იყოს ხალხთან, ისეთნაირად მოქმედებს, რომ ძალიან მაღლა და სხვები არიან ძალიან დაბლად. მე მგონი ეს სწორი არ არის. სხვა პრეზიდენტები სხვანაირად იქცეოდნენ და ამიტომაც იმსახურებდნენ ისინი მეტ პატივისცემას, ზოგიერთ შემთხვევაში სიყვარულს. სტუდიებში სტუმრობა პრობლემა ზურაბიშვილის უცხოელი კოლეგებისთვისაც არაა. წამყვანი ქვეყნის პრეზიდენტები არა მხოლოდ პოლიტიკურ გადაცემებში, არამედ გასართობ ტელეშოუებშიც აქტიურად მიდიან და ჟურნალისტებთან ხუმრობასაც არ გაურბიან. Very uncomfortable. Very good. And I'm not the only one. President, I'm proud of the many progressive steps our country has taken in recent years, both social. არქივს რომ გადავხედოთ, ბარაკ ობამა ელენ დეჯენერესთან შოუში მოცეკვავე ვიხილეთ. კომიკოსმა ჯიმი ფელონმა კი ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს პირდაპირ ეთერში თმა აუჩეჩა. სხვა ქვეყნების პრაქტიკა გვარწმუნებს, რომ პრეზიდენტების სტუდიებში სტუმრობა სულაც არ იკრძალება, თუმცა სალომე ზურაბიშვილისთვის პროტოკოლის სწორედ ის დოგმა, რომლის დარღვევაც მისი მტკიცებით არ შეიძლება. საქართველოში 8 ამერიკული კუთხეა, ესაა ამერიკული სტილის მცირე ბიბლიოთეკა, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობის გასაღრმავებლად შეიქმნა. კუთხეში თავმოყრილია ინფორმაცია ამერიკული კულტურისა და ისტორიის შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოში მცხოვრები ყველა დაინტერესებული პირისთვის. შეხვდებით ლიტერატურას, ამერიკის ისტორიას და სხვადასხვა გამოცემებს შტატების მთავრობაზე, ისტორიაზე და კულტურაზე. ამერიკის შესახებ ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ინტერნეტ კავშირის, აუდიო ჩანაწერებისა და ამერიკული მხატვრული
თუ დოკუმენტური ფილმების კოლექციის საშუალებით, ასევე მომხმარებელს ინგლისური ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოების ვრცელ კოლექციას სთავაზობს, რომელსაც ხშირად ადგილობრივი სტუდენტები იყენებენ. ნახოთ როგორია ამერიკული კუთხე. საზოგადოებრივი ჩართულობის რეგიონული სპეციალისტი ენ ჯონსონი თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს ამერიკულ კუთხეში ციფრული წიგნიერების შესახებ ესაუბრება. ინტერაქცია მათ შორის ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. ერთსაათიანი ვორქშოპის ფარგლებში მსმენელებმა მათგან გაიგეს, როგორ გამოიყენონ ციფრული ტექნოლოგიები, რა დანიშნულება აქვს მას და როგორ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. ამერიკელი სპეციალისტი საქართველოს ამერიკულ კუთხეს წელიწადში ერთხელ სტუმრობს. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისის ამერიკულ კუთხეში ვარ. ჩემი საუბრის მთავარი თემა ციფრული წიგნიერება. მაშინ, როდესაც საუბრობ ციფრულ ბიბლიოთეკებზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდე, როგორ უნდა მოძებნო შენთვის საინტერესო მასალა. უნდა იცოდე, როგორ გამოიყენო სხვადასხვა მოწყობილობები, მაგრამ ამ პროცესში ჩვენ გვაქვს ვალდებულებებიც, რაც ეთიკას ეხება. არსებობს მრავალი საკითხი, რაზეც ახალგაზრდები ამ პროცესში არ ფიქრობენ ხოლმე. ამერიკული კუთხე საქართველოში 2006 წლიდან ფუნქციონირებს. შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს 8 რეგიონში ახალგაზრდები აქ ინგლისურ ენას ითვისებენ, ეცნობიან ამერიკულ კულტურასა და ტრადიციებს და იძენენ საჭირო უნარჩვევებს. უნიკალური ბიბლიოთეკა, წიგნების კოლექცია, საგანმანათლებლო მასალები, უცხოური ჟურნალ-გაზეთები და ტექნიკური რესურსი ამერიკულ კუთხეში მისულ ახალგაზრდას აძლევს შანსს მოხალისე სპიკერებთან თუ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად გაიგონ მეტი ამერიკული კულტურის, ისტორიის, პოლიტიკის, სპორტის და საზოგადოებრივი მეცნიერების შესახებ. ამისთვის მათ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მისვლა და ამერიკული კუთხის გუნდის წევრად დარეგისტრირება სჭირდებათ. პროგრამები, რომელიც ჩვენთან ტარდება, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, იმიტომ რომ ჯერ ერთი ყოველ 4 შაბათს უფროს კლასელებს ამერიკელთან აქვთ გაკვეთილები. 2 საათის განმავლობაში ისინი ამერიკელთან საუბრობენ. ეს საკმაოდ კარგ ზეგავლენას ახდენს მათ ენის ცოდნას. ამიტომ არის აქ რომ მოდიან, აქვთ გარკვეული მარაგი, ბუნებრივია ლექსიკური მარაგი, მაგრამ ვერ საუბრობენ თავისუფლად. აი 2-3 თვის მერე თავისუფლად აჭიკჭიკდებიან. მხოლოდ ინგლისური ენის შესწავლაზე არ ხდება ფოკუსირება. ჩვენი სპიკერი მოდის და გველაპარაკება სხვადასხვა თემებზე, რაც შეეხება ამერიკას და უკვე იმ 2 წლის განმავლობაში რაც მე აქ დავდივარ, უკვე ძალიან დიდი გამოსრება შევიძინე. ძალიან ბევრ რაღაცას დავაგროვე ინფორმაცია და სკოლის გარეთაც და რაღაც სხვადასხვა პროექტებში სადაც ვარ ჩართული, ყველგან მატკება. ამერიკული კუთხის კარი ღია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვისაც. უცხოენის სწავლაში მათ მოხალისე სპიკერები ეხმარებიან. მათთვის საინტერესო თემებზე ინგლისურ ენაზე საუბარი მოსწავლეებს სკოლაში მიღებული ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება. მოსწავლეებისთვის ყველაზე საინტერესო იმ ისტორიისა თუ გამოცდილების მოსმენაა, რომელიც მათმა სპიკერებმა შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს დააგროვეს. მათი ინტერესი ძალიან დიდი არის, ცდილობენ რომ ჩაერთონ ყოველთვის, დადიან, დავალებებს ასრულებენ, ძალიან სხვადასხვა სოციალური წრეებიდან არიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზოგი თქვა შორი მანძილიდანაც დადის, სხვადასხვა ადრე ზოგჯერ რეგიონიდან დადიოდნენ. ეს ძალიან კარგია ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ სულ ვცდილობთ რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ. ამერიკული კუთხის გუნდის წევრებს არც ქართული კულტურა ავიწყდებათ. ახალგაზრდებმა საელჩოს დაფინანსებით არაერთი ჟურნალ-გაზეთი გამოსცეს. რამდენიმე გვერდიანი მასალა მრავალფეროვანია და მოიცავს საზოგადოების თითქმის ყველა სფეროს. აღსანიშნავია, რომ მოზარდების მიერ შექმნილი ჟურნალი ორენოვანია და ის არა მხოლოდ ამერიკული, არამედ ქართული კულტურისა და ქართველი ხელოვანების შესახებ სტატიებსაც მოიცავს. ჟურნალის ავტორები ამბობენ, რომ ამ გზით მათ სურთ საქართველოში ჩამოსულმა ამერიკელებმაც გაიგონ რა ღირებულებებისა თუ კულტურის მქონე ქვეყანაში მოხვდნენ. თავი მიზანი ამ ჟურნალის გამოცემის იყო ამერიკის და საქართველოს ურთიერთობის, ასე ვთქვათ, გავრცელება. მეგობრობის პოპულარიზაცია, კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის, ამ ქვეყნის ღირებულებებისა და ტრადიციების მიწოდება ქართული საზოგადოებისთვის. ამერიკა საკუთარ კულტურას, ტრადიციებსა თუ ინოვაციებს მსოფლიოს 40-მდე ქვეყანას სწორედ ასეთი კუთხეების მეშვეობით უზიარებს. საქართველოში 8 ამერიკული კუთხეა. მე ამ ინფორმაციით ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.